ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. ერთი წუთით მე არ მაქვს მორალური დილემები და არც ამ მედიებს თაგარ კითხავს მორალური დილემა რა უნდა ქონდეს მოძრაობის ტელევიზიაში მუშაობ. When I accused დავიწუნებდი რომ კონდეთ. ეს არის ქართული ქალის სახე, ქართული ადამიანის სახე, როგორც მე ვიცით. თქვენ სახესთან არავითარი პრობლემა არ მაქვს. ქართული ქალის სახე სხვა რამეა, თქვენი სახე სხვა რამეა, როიცოდეთ. უნდა რეაგირებდეს თუ არა ამ დროს პოლიცია, აი IQ ტესტი. გისმენთ? IQ რა არის, როგორც ერთ არის. გისმენთ, ბატონო ირაკლი, გისმენთ. IQ რა შუაში. გისმენთ მე. გეტყვით რომ აღარ იფასფეთ კი, დამთავრეთ იხობას. მინისტრიო, მიფასფეთად ითხოვს. კი. გისმენთ. დასრულდა. კი მე. დამთავრდა? ნაჩხობა IQ-ს რატო გვაქვს განათლების სისტემის პრობლემაში. როდესაც ლექტორს აქვს ინტელექტის პრობლემა, რა თქმა უნდა რთულია სტუდენტის ინტელექტის განვითარება. როცა მაგალითად ნინო ჟიჟელაშვილი ასწავლეს უნივერსიტეტში, იქ ჩვენ ვერ ავიღეთ პასუხისმგებლობას სტუდენტის ინტელექტის განვითარებაზე. არა, ნუ ეხლა გასაგებია ეს. IQ-ს თემა და მოდი ვიხედე შენ საქმიანობას. თქვენ. გარითა. აშუაში ვიყავი. არა, იზიარებს, ირაკლი იზიარებს თავის ესე იგი თქვენ ეთანხმებით და ესე იგი ეთანხმებით, არ ეთანხმებით, ანუ არ ეთანხმებით. შეგიძლია ფსიქოლოგს მიმართლა, ხუსმიაშვილთან არ აქვს. უბრალოდ ხანა ყობახიძე, მე ცოტა მიჩის. გაგეცათ. და თქვენი თავი პრობლემა ამაში მდგომარეობს. ანუ იმიტომ ხართ ნაცები, რომ ვერ მიყვებით ლოგიკას. ან დაბინდული გაქვთ გონება საკუთარ შემთხვევაში, ან შეზღუდული. თქვენ როგორ იცით, აი რა დონეზე იცით გერმანული? ნუ გაქცეულის მოbrunება რასაც ქვია, შემილია. გერმანულს მოაბრუნოთ, ხო? კი, აი ხა რო იყო ეს ჩამოსული ანგელა მერკელი. დიახ. არ გაიქცა თორემ მოაბრუნეთ. თავიდან სხვადასხვა მე შინოდა თქვენი მოწვევა, იმიტომ რომ მითხრეს რომ ეს არ გამოგივა სასაცილო დიალოგიო, სერიოზული კაცია და არ იცინის ხოლმეო რა. არ უყვარს ემოციების გამოხატვაო და მართლა ეგრეა თუ გებძვიან? მგონი მასათი სერიოზულიც არა. ვიცინე ხა. ეხა იცინით? ეგეთი ისტორია რომ მოკლედ ესეც ერთ რეგიონს უკავშირდება, რომ თანამდებობის პირი იყო ჩამოსული, თხოვეთ ჩამოსვლა, იმიტომ რომ რაღაცა ერია სიტუაცია იქ მასში თავისთან და კონფლიქტები რაღაცა იქ მენეჯმენტში არ ვარგო და რაღაცები და მოკლედ ზიმების სიამაქვს რომ უნდა უთხრა რომ იქნება ეს თან კაი რაღაცას თავაზობთ, იმიტომ რომ ალტერნატივა შევთავაზეთ, რომ აქ არ ვარგებს ახლა რაღაც ეს გრძელდება ამბავი აღარ დაალაგებთ რაღაცა და იქნებ აქეთ გადავცანდეთ და მოკლედ ნუ წესს მაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ აი ძიმე ახლა ეუბნები რომ აქ არა იქნება. უცბად ეს არის 1.55 წლის კაცია, რომ შეხედავ ესეთი რა წარმოსადეგი რაღაცა და უცბად დაიწყო ტირილი. კაბინეტში ვართ ორნი. და დაიწყო ტირილი და ბიჭო უყურებ თან ესეთი კაცია და ეს რემლები რომ და აქეთ ის ტირის იქით მე. პირიქით როგორც არის. აი გაბაღობეთ მოვდეს რემლები. ხო და რაღაცა და თან უკვე ხვეცი აზრიც გეცვლება რომ იქნება არ წავიდეს რაღაცა და მაგრამ გავლილი მაქვს რაღაცა და ვიმეორებ რაღაცა და ნუ ეს დავშორდით ერთმანეთს რა. ჩავეხუტეთ ერთმანეთს. წავიდა ეს კაცი და ბიჭო ამათ ეუბნები ჩემებს პარტიის ხალხს რომ საყვედურობ რა რომ ბიჭო ამ კაცმა იტირა მეთქი. ეგეთი რაღაც როგორ მათქვენინეთ მეთქი და რაღაცა. ეკოს აფერისტია სუმასეთი არის. სუტირის მას. გამოშტე ვერ მითხარით მეუთხარი წინასწარ ამ ხებერაცი მატირი. ოპოზიციას რა შეეხება ხარზე მეტად როხას უფრო გავს, ეს არის ოპოზიციის. ალბათ არ უნდა დაგვეჭირა. ალბათ უნდა განგვებაჟებინა არასდრომთან ერთად და გაგვეშვა უკან. ეს იქნებოდა ალბათ ჰუმანური. ქართულ პოლიტიკას ხავს გამორჩეული
თუ შეიძლება ერთი წუთი რომ დამემატოთ, გამორჩეული ჯაყოები და თეიმურას ხევისთავები. აი მე ვიტყოდი ჯაყოებში თუ არის ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი, თეიმურას ხევისთავებში ჩემპიონი არის ნამდვილად დავით უსუპაშვილი. 8-ჯერ როგორ წარმოგიდგენიათ, 8 წლის განმავლობაში 8-ჯერ სხვადასხვა პროკურორი. სილამაზის კონკურსი ხო არ არის, ეს არის პროკურორის არჩევა. 13 მუხლი იმდენად არ მოგწონთ ეთყობა კონსტიტუციაში. აწერეთ, მაგრამ როგორც ჩანს იძულებული იყავ. აწამეს ეს შეჩავსე. ადეშული სასამართლო არ არის. კარგი, გვარამია სასამართლო. ქალბატონი ანგელეც იყავით წლების მანძილზე. მე ვამაყობთ მაგით რომ რო ამაყობთ ეგაა თქვენი პრობლემა. სასამართლო რატო იცინით, ვერ ხვდები ამას. ჩემი იუმორი მოიწონს. ადრე იყო ერთი ოპოზიციური ეგრეთ წოდებული პანჩატური, ახლა იქნება ერთის მაგრად 3-4 პანჩატური. რა დაგონიათ რომ ერთ პანჩატურს ჩობია 3-4 მესმე არ ვიცი, რეალურად განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება, თავარია რომ მათ რესურსი რეალურად არ აქვს. გახსოვთ ბიზნესის რეგეტი იყო, გახსოვთ? დამიდასტურეთ რომ გახსოვთ. ადასტურებთ? არა, ხო, ადასტურებთ რომ არა. ადასტურებთ რომ ხომ ადასტურებთ რომ 2012 წლებში იყო სისტემური დიდგორის ბრძოლა რომ მოხდა ადასტურებთ? ერთსამით. დიდგორის ბრძოლა რომ მოხდა ადასტურებთ თუ არა? მე დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ვადასტურებ, იმიტომ რომ ისტორია არსებობს, ხო? ამიტომ აქაც შეგიძლიათ რაღაცები დაადასტუროთ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავხსენით ასევე 9 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც გაიჭრა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ და მე მითხრეს რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით. უმალავენ როგორც ჩანს ხალხს იმას რომ მაგალითად იგივე ზესტაფონის შემოვლითი გზა იხსნება, შეიძლება ამ ტელევიზიების მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ ეს ნახურათმურობით რა თქმა უნდა. ეს ტყუილი გავრცელა, პირდაპირ ვიტყვი ტყუილი საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება, ანუ სრულად იმის საპირისპიროა რაც ქვია, ანუ ნაციონალურმა ბუნდოვანებამ ამინჯომ გამოქვეყნა ტყუილი. Načchaba IQ-ს რატო გვაქვს განათლების სისტემის პრობლემაში. როდესაც ლექტორს აქვს ინტელექტის პრობლემა, რა თქმა უნდა რთულია სტუდენტის ინტელექტის განვითარება. როცა მაგალითად ნინო ჟეჟელაშვილი ასწავლის უნივერსიტეტში, იქ ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას სტუდენტის ინტელექტის განვითარებას. ამას პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად ისეთვე, როგორც არა აქვს შეგვიძლია იგივე გავარცელოთ. გვარამია მელია, მათი პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად ისეთვე, როგორც იყო მათი პოლიტიკური წარსული, ანუ ბნელი და მძიმე. ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსული. თქვენ გახსოვთ რეებს აკეთებდნენ ეს ადამიანები 2012 წლამდე და შემდეგაც მელიასზე მახსენდება მაგალითად მის მიერ ქართულ ბანკის გაკოტრება. ეს არის კრიმინალი, რომელიც მან ჩაიდინა 2012 წლამდე. გვარამიასზე მახსენდება იმედში შევარდნა ამის გაправება, ხო? ედიის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანების უფლებების ხელყოფა, დეიშვილის მოადგილეობა. ეს არის ის სიბნელე, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დავაბრუნებთ და ამას პირველ რიგში ქართული საზოგადოება არ დააბრუნებს. ხაზარაძეზე მახსენდება ბიზნესის რეგეთში მონაწილეობა, ელიტ ელექტრონიკის საქმე, მაგნატის საქმე და ეს შემდეგ. ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში ეწოდება მეგობარი აქტი, როცა პირდაპირ დრობაზეა საუბარი ამ აქტში, მე ამ კანონს უწოდებდი დაუძინებელი აქტი, ასე უფრო მოხდებოდა ამ კანონს ასეთი სათაური. ნუ ძალიან სამწუხარო, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას. ნუ არსებობს Edison Research-ის კვიპროსის ფილიალი, ცნობილი ფილიალი, რომელიც თავის კვლევებს აქვეყნებს, სხვათა შორის თვითონ ოპოზიციის მხრიდან გახდა კრიტიკის საგანი ეს კვლევები, ერთმანეთი გააკრიტიკეს უკვე ესე მოხდა. ნუ ამ სწავლის მიზეზი რა იყო, რომ როცა რაღაცას აყალბებ, კვლევას როცა აყალბებ, იქ რაღაცა ზომიერება მაინც უნდა გამოიჩინო, ხო? აქ ისეთი რაღაცები დაწერეს, როგორც პერსონალური რეიტინგების ნაწილში, ხო? მარგულაშვილი გაიხსენეს, რომ 73% მიუწერეს, როცა საქართველოში საერთოდ არ ახსოვს ალბათ 6.3%-ს ვინ არის გიორგი მარგულაშვილი და ყავდა თუ არა ასეთ პრეზიდენტი ოდესმე ჩვენს ქვეყანას, ხო? ნუ ასეთი მარტივი манипуляციებით არ შეიძლება ცალკე ფონს აკასვა. რაც ხა პარტიულ რეიტინგებს პირდაპირ არის კონკრეტული პარტიები, რომელსაც 10% და მეტით გაუზარდეს რეიტინგი, წარმოიდგინეთ, ასეთი შემთხვევებია 2%-ის მაგივრად უწერია 12%, წარმოიდგინეთ. 2 რო არის და 3-ს უწერ ან 4-ს უწერ,
ეს კიდე შეიძლება რაღაცნაირად ვერ გაამართლებ, მაგრამ შეიძლება ახსნა, რომ ნუ ცოტა ხელი წაუკრა, ასე თქვა, მაგრამ 2%-იანს რო უწერ 12%-ს, ნუ აქ უკვე იმდენად ხდება გადამლაშება, რომ კონტრპროდუქტიულია თვითონ გამყალბებისთვის. ნუ ეს არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რაღაც სიზღვრებია გეზერაშვილის, სანაიასი და ეს შემდეგ ამ ადამიანების, რასაც რა თქმა უნდა, ვერავითარი სერიოზული ასე ვთქვათ, აღქმა ვერ ექნება საზოგადოებაში. როგორც მაშინ ქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი, უფრო მეტი ჩალის ფასიც არ აქვს, შალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას.